მეგობრებო, ვიწყებთ რუსთავის ნომერ მეორე საგამოცდო მარშრუტს. ესე იგი, მომსახურების სააგენტოდან ეზოშივე რო დაიძრებით, რთავთ მარცხენა ციმციმას. გამოსვლის მომენტში თუ ციმციმა გაითიშება, ისევ მარცხენა ციმციმა ჩართეთ, მარცხნივ უნდა მოუხვიოთ და როგორც კი შემოხვალთ წრიულ მოძრაობაზე, აქ უკვე უნდა ჩაურთოთ მარჯვენა ციმციმა. დაუდგებით 50-იან მონაკვეთში, რო იცოდეთ მაშინვე. დასაწყისშივე იწყება 50-იანი მონაკვეთი. შეეცადეთ ყოველთვის, რომ თუ წინ რამე დაბრკოლება არა გვაქვს, აუცილებლად ვიმოძრაოთ მაქსიმალური სიჩქარით. როგორ განისაზღვრება მაქსიმალური სიჩქარე? ნახეთ, ჩვენ სიჩქარე დასაშვები გვაქვს, მაგალითად 50-იან მონაკვეთში -15-დან, ხო? ანუ 35-დან 50-მდე, ხო? მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ 35 სიარულის უფლება გაქვთ. თუ არაფერი გვაბკოლებს, რა თქმა უნდა, თუ რამე გვაბკოლებს, 35-ით ვიმოძრავებ და 25-ით არ არის პრობლემა, მაგრამ цариელ გზაზე მაქსიმალური სიჩქარით უნდა ვიმოძრავოთ. მაქსიმალური სიჩქარით უკვე ითვლება -5-დან მაქსიმუმამდე, ანუ 45-დან 50 ფარგლებში. თუმცა თუ -15-მდე ჩამოვა სიჩქარე არ დაჯარიმდებით, ოღონდ დროულად უნდა მოუმატოთ ხოლმე. მალე მოუხვიე მარჯვნივ. გვეუბნება 50-იან მონაკვეთში ვართ, უნდა შევიდეთ აჩქარების ზოლში. აქ აუცილებლად გავიხედოთ მარცხნივ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აჩქარების ზოლში შევდივართ, გახედვა აუცილებელია, ქვეითთან შევანელე, თუ საჭიროება მოითხოვს, კიდეც გავაჩერეთ. 70-იანი მონაკვეთია, ჩავრთე მაშინვე მარცხენა ციმციმა, ვიწყებ გახედვას მარცხენა სარკეში, თუ სარკე მაძლევს გადასვლის საშუალებას, ვიხედები მხარზე მარცხნივ ასევე და შემდეგ ვიწყებ გადასვლას. გადავედით მთავარ ზოლში. 500 მეტრში მოუხვიე მარცხნივ, გვაფრთხილებს კომპიუტერი. მეგობრებო, ჩვენ გახლავართ ავტოსკოლა საჩხერეში და თბილისში. ჩვენი ავტოსკოლა მდებარეობს საჩხერეში, შეგასწავლით თეორიას, მოედანს, მარშრუტებს, მანქანის ტარებას, ასევე თბილისში ჩვენი ავტოსკოლა, ჩვენ მე გახლავართ მიხეილ აბრამიშვილი, ვიდეოს ვწერ გიორგი ყაზიშვილთან ერთად, თბილისში ინსტრუქტორები გახლავართ მე მიხეილი, გიორგი და ნარიმანი. ჩვენ შეგვიძლია ქალაქ თბილისში მოგამზადოთ ნებისმიერი საგამოცდო მარშრუტისთვის. მოგმართეთ და გვიკავშირდით. 300 მეტრში მოუხვიე მარცხნივ, უпростоრად ლაპარაკში ცოტა დამიგვიანდა თქმა, ამ დროს უკვე გვეუბნება, რომ მალე მოუხვიე მარცხნივ, ვიწყებ ჩენელებას, აუცილებლად უნდა მივიწიოთ მარცხენა ღერძულა ხაზთან ახლოს და ყურადღებით უნდა ვიყოთ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვიყურებით წინ და წინიდან მომავალი მანქანები უნდა გავატაროთ, ხო? ეხლა ამ დროს თუ ვინმემ გაგიჩერა წინიდან მომავალმა და შუქები აგინთოთ, რომ გზა დაგვითმო, შეგიძლიათ რომ მოხვევა განახორციელოთ. ნახეთ, გავიხედე სარკეში, გავიხედე მხარზე და განვახორციელე მოხვევა. აქ შემოვედით 40-იან მონაკვეთში. ეს არის მეგობრებო ორზოლიანი მონაკვეთი. ეხლა ნახეთ, აქ ჩვენ გვაქვს ჩვენი ზოლია, მარჯვენა და მარცხენა ზოლი. ჩვენ ეხლა ამ შემთხვევაში ვდგავართ მარცხენა ზოლში. მარჯვენა ზოლში, გიომასწავლებელო, გადავიდეთ მარჯვენა ზოლში. შევამოწმე მარჯვენა სარკე, მარჯვენა ფანჯარა, გადავდივარ, ცოტა იამკებია და იამკებზე უნდა გადავიაროთ რბილად. მაგრამ შეგიძლიათ რომ გადახვიდეთ მარცხენა ზოლში, ოღონდ ნახეთ 40-იანი მონაკვეთია, ხო? თუ კი ეხლა მარჯვენა ზოლში შედარებით ნელა გადავდივარ იამკებზე. ნახეთ, გადავალთ ეხლა ჩვენ მარცხენა ზოლში. ნახეთ, გადავედით. ოღონდ აქ უკვე მაქსიმალური სიჩქარე უნდა დავიკავო, ანუ 35-დან 40-ის ფარგლებში თუ გზა მაძლევს ამის საშუალებას. 35-40-ის ფარგლებში. თუმცა დასაშვების სიჩქარე, ნახეთ, ქვეითთა გადასასვლელი. ნახეთ, ყურადღებით, ზებრა არ არის დახაზული. ნიშნებს მიაქციეთ ყურადღება. 300 მეტრში მოუხვიე მარჯვნივ, გვეუბნება კომპიუტერი. აი ახლა მაგალითად ჩვენ წინ მიდის მანქანა, რომელიც არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალური სიჩქარით ვიმოძრავოთ, ხო? არ არის პრობლემა, დისტანციას დავიცავ წინ მიმავალ მანქანასთან და გავყვები. მალე მოუხვიე მარჯვნივ. აი ამ ქუჩაზე მეგობრებო, ქვეითთა გადასასვლელს ნიშნებს მიაქციეთ ძალიან დიდი ყურადღება, რა ზებრები არ ეთყობა, ფაქტიურად არ არის, ხაზებიც არ ეთყობა. დავიკავეთ ახლა მარჯვენა ზოლი და ქვეითი მყავს და უკიდურესად ნელა გაული, ქვეითს უკიდურესად ნელა, აი ესე ხედავთ რამდენით გავიარეთ, 15-ით, 10-ით გავიარეთ. ქვეითთა გადასასვლელი ვაჩერებთ და აუცილებლად ბოლომდე ველოდებით ქვეითს.
ნახეთ, დათმობის ვალდებულება გვაქვს, მიაქციეთ ყურადღება. ნახეთ, გოგონა მოდის, არ დავიძრები. ეხლა მე რო წავიდე, ეს გოგონა მე და ეს გოგონა ერთად აღმოჩნდებით ზებრასთან. ამიტომ ეს იქნება ჩვენთვის მძიმე შეცდომა. გაგვცდა გოგონა, გადადის, მაგრამ მარცხენა ზოლში. მანქანები რომ მოძრაობენ, ამიტომ ბოლომდე ველოდები. დაასრულა ზებრა, ნახეთ, კიდე მოვიდა ქვეითი. ხედავთ? სხვა მანქანები აგრძელებენ მოძრაობას, მეგობრებო, მაგრამ ჩვენ ამის უფლება არ აქვს. ნახეთ, აი ისე ველოდები ბოლომდე ქვეითს, იმიტომ რომ მარცხენა ზოლში მანქანები მოძრაობდნენ, უკიდურესად მარჯვენა ზოლში ვახორციელებ მოხვევას, დათმობა მაქვს, ვიხედები ყურადღებით მარცხნივ და ვარჩევ უსაფრთხო მომენტს. განთავისუფლდა ჩემსკენ მომავალი გზა და განვახორციელე მოხვევა. დავდგები აუცილებლად პირველივე ზოლში. ახლა სამზოლიან მონაკვეთში ვართ. ნახეთ ზებრები, ნახეთ რა ყურადღება გვმართებს ზებრასთან, ხედავთ? გავაგრძელოთ მოძრაობა. სამზოლიან მონაკვეთში ვართ. ახლა დაიკავეთ თავისუფლად, აქ მიმართულებას არავინ არ მოგცევს, მაგრამ იცოდეთ რომ სამზოლიან მონაკვეთში ხანგრძლივი დროით შუა ზოლში მოძრაობის უფლებაც გაქვს და შუა ზოლი ყოველთვის უსაფრთხო ზოლია, ნაკლები დაბრკოლება გვაქვს და ნაკლები საფრთხეა შუა ზოლში. ამიტომ დავდექით შუა ზოლში, უბრალოდ შუა ზოლში როცა გახართ, მიაქციეთ ყურადღება, რომ 300 მეტრში როცა მოგცევთ მიმართულებას, 300 მეტრში აუცილებლად ზოლი უნდა შეიცვალოთ და მომხევ ზოლში უნდა გადახვიდეთ. $50-იან მონაკვეთში მოძრაობთ, მეგობრებო და ნახეთ, ცარიელი სივრცე გვაქვს, აუცილებლად დავიკავოთ მაქსიმალური სიჩქარე. 35-დან ისა ბოდიში 45-50 ფარგლებში. კიდევ ვიმეორებ, ნახეთ ქვეითი როგორ გვიახლოვდება, ნახეთ, აუცილებლად უნდა გაუჩეროთ ამ ქვეითს, ხედავთ? აი მოვიდა პატიოსნად ადამიანი ზებრაზე გადადის. ანუ რას ნიშნავს ახლა ეს მაქსიმალური სიჩქარე? ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ 50-ით უნდა ვიმოძრავოთ, ან სულ 45-ით უნდა ვიმოძრავოთ. ჩვენ -15, იმიტომ გვაქვს დასაშვების სიჩქარე, რომ თუ ჩამოვა -15-მდე, პრობლემა არ არის, მაგრამ პრობლემად ეს გადაიქცევა იმის შემდეგ, თუ დავტოვეთ ეს 35 და დავკმაყოფილდით დაბალი სიჩქარის სიარულში. ამ შემთხვევაში უკვე პრობლემა იქნება. ამიტომ თუ ჩამოვიდა 35-მდე, ხო, შევეცადოთ რომ ავწიოთ ხოლმე ყოველთვის სიჩქარე. აქაც ეხლა გადავდივარ მარცხენა ზოლში, რადგან დაბრკოლება მაქვს მარჯვენა ზოლში, ნახეთ. დროულად ჩაურთეთ ხოლმე ციმციმა, როდესაც დაბრკოლებას დაინახავთ. არ მიხვიდეთ ახლოს დაბრკოლებასთან და მე არ მოინდომოთ ციმციმის ჩართვა და გადასვლა და სარკის შემოწმება ერთდროულად. ქვეით და გადასასვლელი გვაქვს. ეხლა ვიდეოში ჩვენ ვხსნით იმის და მიხედვით თუ რა სიტუაცია გვხდება გზაში, ხო? ამის და მიხედვით გიხსნით თქვენ ყველაფერს. თუმცა თუ გამოცდა ახლო მონაკვეთში გვაქვს, ჯობია რომ ჩამოვირბინოთ ხოლმე რუსთავში და ადგილზე თქვენი თვალით კიდევ სხვა სიტუაციები აგიხსნათ. ვიდეოში ყველაფრის ჩატევას ვერ ვასწრებთ ხოლმე სამწუხაროდ, რომ სრულად დეტალურად იყოს ახსნილი, მაგრამ ადგილზე როცა ჩამოვალთ, კიდევ უფრო ბევრად ეფექტური იქნება თქვენთვის მარშრუტების შესწავლა. ამიტომ დაგვიკავშირდით და დავიგეგმოთ რუსთავში ჩამოსასვლელად. მანამდე თბილისში ვისწავლოთ მანქანის დარება. 300 მეტრში, 500 მეტრში წრეზე მოუხვიე მარცხნივ და კიდევ მოუხვიე მარცხნივ. ნახეთ ტერმინი მოუხვიე მარცხნივ და კიდევ მოუხვიე მარცხნივ. ნიშნავს ვახორციელებ წრეულ მოხვევას და რომელი გზიდანაც შევედი წრეზე, იგივე გზაზე ვბრუნდები უკან, ოღონდ რა თქმა უნდა საპირისპირო ზოლში. $300 მეტრში წრეზე მოუხვიე მარცხნივ და კიდევ მოუხვიე მარცხნივ. ქვეითთა გადასასვლელთან ყურადღებით აქ ბუჩქები ეფარება და შეიძლება ქვეითი არ ჩანდეს, ან ბავშვი რო იყოს არ გამოჩნდება. ბატონო, ქვეითთა გადასასვლელისა და მალე წრეზე მოუხვიე მარცხნივ და კიდევ მოუხვიე მარცხნივ. და თავარი გზაზე ვართ ჩვენ, წრეზე მოძრავ მანქანებს აქ დათმობის ვალდებულება აქვს. შევდივართ უპირატესობით და ეხლა ჩვენ წარმოგვეშვა უკვე დათმობის ვალდებულება, ხო? ვიხედები ყურადღებით მარჯვნივ, ნახეთ ჩვენსკენ მოძრაობენ მანქანები, განთავისუფლდა ჩვენი ზოლი
და ხედავთ, აი ისევ იმ გზაზე ვრუნდები უკან. ჩვენ გამოვედით მარცხენა მხრიდან, ახლა შევდივართ მარჯვენა მხარეს. პირველ მარშრუტში და წავხსენი. რატო შევდივართ აქ სამზოლიანი მონაკვეთის მარცხენა ზოლში? აქ სავარაუდოდ მიიღებთ მსუბუქ ჯარიმას, მაგრამ ნახეთ ქვეითი, მაგრამ ჯობია რომ აქ მარცხენა ზოლში შემოვიდეთ, ვიდრე შევიდეთ მარჯვენა ზოლში და შემდეგ აი გზაჯვარედინზე შეგვექმნას პრობლემა. ვაგრძელებ მარცხენა ზოლიდან მოძრაობას. პირდაპირ უნდა ვიმოძრაოთ. შუქნიშანს მიაქციეთ ყურადღება, ნახეთ. აი ახლა ჩვენ რომ მარჯვენა ზოლიდან შემოსულიყავით, მაგალითად, წინ ხედავთ, აი ეს მანქანა რო იყო გაჩერებული. აი ეს მანქანა ჩვენთვის უკვე პრობლემა იყო და შეიძლება ზებრაზე გვიწევდა ზოლის შეცვლა, ან ზებრაზე გაჩერება მოგვიწევდა, ან რაღაცა, მოკლედ ძალიან უხერხულ სიტუაციაში ჩავარდებოდით. მარცხენა ზოლიდან კი პირდაპირ გავაგრძელებ მოძრაობას შემხედრი გზის მარცხენა ზოლში, სადაც არანაირი დაბრკოლება არ შემხდება. ეს არის მიზეზი, თუ რატო შემოვედით წრიული მოძრაობის შემდეგ მარცხენა ზოლში. ანუ შემოვედით რა, შემოსვლით კი უნდა შემოხვიდე მარცხენა ზოლში, მაგრამ რატო არ გადავედი მარჯვენა ზოლში შემდეგ? ახლა აქ მარცხენა ზოლში ვაგრძელებთ მოძრაობას. რადგან მარჯვენა ზოლი სავსეა დაბრკოლებებით. გადავიდა ქვეითი ზებრიდან, გავაგრძელეთ მოძრაობა. წვანე აინთება და შემდეგ ვაგრძელებთ მოძრაობას. მანამდე შეგახსენებთ, რომ ჩვენი ინსტრუქტორები საჩხერეში არიან ლაშა ღუღუნიშვილი, ზაზა ცერცვაძე და ირმა ბოჭოიძე. თბილისში ინსტრუქტორები გახლავართ მე, მიხეილ აბრამიშვილი, გიორგი ყაზიშვილი და ნარიმან კორსანტია. დაგვიკავშირდით, ვინც თბილისში ბრძანდებით, ნებისმიერი საგამოცდო ქალაქისთვის მოგამზადებთ. ჩვენ თბილისში მეგობრებო გვაქვს ყველა ქალაქისთვის, თითქმის უпроსტად, თითქმის ყველა ქალაქისთვის შერჩეული შესაბამისი გზები. ამიტომ გაგიყვანთ ისეთ გზებზე, რაც გჭირდებათ იმ თქვენი საგამოცდო ქალაქისთვის. ასევე გეტყვით, რომ ჩვენ არ დავდივართ არანაირად არც საცოფებში, არც საკატავო გაკვეთილები არ აქვს, საკმაოდ რთული გაკვეთილები გვაქვს და ძალიან ეფექტური გაკვეთილები გვაქვს. ამაში დამერწმუნებიან ჩვენი ყოფილი მოსწავლეები. ასე რომ თავისუფლად და იმედიანად იყავით ჩვენთან დაკავშირების შემთხვევაში. ნახეთ, შევდივართ სამზოლიან მონაკვეთში, ჩავრთე მარჯვენა ციმციმა, ოღონდ ჯერ ზებრას აუცილებლად უნდა გავწდე. ახლა აქ არ გადახვიდე გიო ერთსუთი. თუ დაუშვათ და ჩართე მარჯვენა, ჩართე, ვერ გადავედი ამ მონაკვეთზე, ხო? ნახეთ, აქ უწყვეტი მაქვს და ზებრა მაქვს. თუ ვერ მოვახერხე გადასვლა, არ არის პრობლემა. გავაგრძელებ მარცხენა ზოლში მოძრაობას, ქვეითს ბოლომდე დაველოდოთ აუცილებლად მარცხენარმა მოვალ ქვეითს და აი შემდეგ წყვეტილი რო დაიწყება, აი ახლა გადავალ, როცა მომეცემა საშუალება. ანუ მარცხენა ზოლში არ დარჩეთ. ციმციმა ჩართული გქონდეთ მარჯვენა აუცილებლად, იმიტომ რომ სამზოლიანი მონაკვეთის მარცხენა ზოლში მოძრაობის უფლება ხანგრძლივად არ აქვს. თუმცა თუ ვერ გადავედით, პრობლემა არ არის, ჩართეთ მარჯვენა ციმციმა და როცა მომენტი გექნებათ, მაშინ გადადით. ოღონდ გადასვლის მომენტში შეეცადეთ ახლა რომ არ უნდა იყოს უწყვეტი ხაზი და არ უნდა იყოს ზებრა. თუ რამე ამის უკიდურესი აუცილებლობა არ არსებობს, უწყვეტზე და ზებრაზე ზოლი არ შევიცვალოთ. ან გავწდეთ, ან მანამდე შევიცვალოთ ზოლი. ეხლა ამ გზაზე ეს გზა თითქმის, რა ვიცი, 3 თუ 4 მარშრუტია, ხო?
ამ გზაზე წრიულ მოძრაობებზე გვაფრთხილებს კომპიუტერი, რომ იმ მოძრაობები პირდაპირ. არ დაიბნეთ, რა არის ხოლმე ხშირად შემთხვევები, რომ აი სხვა ქალაქში როცა გვაქვს ნაცდელი გამოსვლის ჩაბარება, წრიული მოძრაობები ბევრგან არის უფრო სხვანაირად, აი წრეზე მოძრავს ენიჭება უპირატესობა, მაგრამ ამ ქუჩაზე მეგობრებო და რუსთავში ზოგადად უმეტესი წრეები ესეთია, რომ წრეზე მოძრავ მანქანას აქვს დათმობის ვალდებულება. ანუ თქვენ აქ მოძრაობთ მთავარ გზაზე და მაგიტომ ყველა წრიულ მოძრაობაზე უპირატესობით გადიხართ ზებრასთან ყურადღებით. აი ხლა გვეუბნება რომ მალე წრეზე იმოძრავი პირდაპირ, ხო? მაგრამ მთავარ გზაზე ვართ. შესაბამისად რა თქმა უნდა გავიხედავ და შევამოწმებ, რომ ჩემი გზა არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მანქანა რომ ეტაკებოდეს, რეაქცია არ უნდა მქონდეს, ხო? ამიტომ რა თქმა უნდა დავაკვირდებით, თუ ვიღაცა მიუხეშა და წამოვიდა, ამ შემთხვევაში დავიწყებ დათმობას, ხო, რომ დისტანციით გავაჩერო მანქანა. მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ ისევ მთავარ გზაზე ბრძანდებით. აი ქვეითი გადადის ზებრაზე, უნდა გავაჩეროთ აუცილებლად ამ ქვეითმა ბოლომდე უნდა დაასრულოს ზებრა. აი ახლა გავაგრძელებ მოძრაობას. ოღონდ სანამ გავაგრძელებ, ჯერ კიდე გავიხედე მარცხნივ, მაინც რომ ის ქვეითი რომ გადავაცილე ზებრაზე, მარცხნიდან კიდე ხო არ შემოვიდა სხვავინო. სიჩქარის კონტროლი. თუ გვაქვს თავისუფალი გზა, აუცილებლად სიჩქარის კონტროლი, აუცილებლად. დავიწყე შენელება. ხო, კიდე აუცილებლად მეგობრებო, გაითვალისწინეთ რა, როდესაც შენელებას ვიწყებთ, როდესაც ტორმოზი გჭირდება, ჩვენ ახლა მაგალითად წინ რო ვიყურებით, ხო, ხედავთ, რომ აი შუქნიშანზე რო დაეწერა 1, 2, 1, ხო? ვიცოდი რომ დაახლოებით 20-25 მეტრი მქონდა იმისთვის, რომ მანქანა გამეჩერებია. მაგრამ აუცილებლად ყოველი შენელების დაწყებამდე შეამოწმეთ ხოლმე შუა სარკე, რომ ის დისტანცია, როგორც წინ ვსაზღვრავთ ჩვენ გასაჩერებელ მანძილს, ასევე უნდა გავსაზღვროთ შუა სარკეში, რომ ჩვენს უკან მანქანა რა მანძილზე მოყვება, რა დისტანციაზე ყავს, რომ უსაფრთხო გაჩერებისთვის მარტო წინ ყურება არ არის საკმარისი. ასევე როგორც წინ ვაკონტროლებთ, ისე უნდა ვაკონტროლოთ უკანა დისტანცია, ხო? ამიტომ ყოველთვის შენელებამდე ჯერ შუა სარკეს ვაკონტროლებთ და შემდეგ ვიწყებთ შენელებას. და ზოგადად შუა სარკე აკონტროლეთ ხშირად, ძალიან ხშირად. ძალიან ხშირი შემთხვევებია, რომ მოდიან ხოლმე მოსავლეები ჩვენთან, რავი, 10-15 გაკვეთილია გავლილი ზოგს და შუა სარკეს რო ვეუბნებით, მე მეუბნებიან ხოლმე, რომ რაში მჭირდება ეს შუა სარკეო და გაიგოს ყველა ინსტრუქტორმაც რა, როცა ადამიანი მოვა თქვენთან და მანქანის დარებას ასწავლით, როგორ შეიძლება უხერხულია უბრალოდ ეხლა მეტრი ვაღარაფერი თქვა, ხო, რომ შუა სარკე ასწავლეთ და ლოცვილებო, ხო შეიძლება რა. როგორ შეიძლება შუა სარკის გარეშე მანქანა ატაროს ადამიანმა, ხო? ძალიან ხშირი შემთხვევებია და ამას იმიტომ ვამბობ, ეხლა შეიძლება ჩემზე ბევრად მეტი იციან იმ ხალხმა, მე კი შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ, მაგრამ ადამიანს 15 გაკვეთილს გაატარებ და შუა სარკეზე მითითებული არ გიქნება და ახსნილი არ გიქნება ელემენტარულად რას ნიშნავს, რა ვიცი, მე მაგალითად ჩემი თავი შემსხვებოდა ამ დროს რა. და თუ თქვენზედაც ვამბობთ, მოსავლეები, აი რო შეხედავთ, რომ გაკვეთილს ისე დაგიმთავრებს ინსტრუქტორი, რომ შუა სარკეს არ გეტყვის, იმ ინსტრუქტორთან არაფერი საყვედური არ უთქვათ, შეწყვიტეთ ურთიერთობა. აი რო შეატყო, დაელოდეთ, თუ დაიწყო ახსნა, გასწავლათ კიდე ხო, მაგრამ თუ შუა სარკე არ გიხსენათ, ხო მეორედ აღარ გაეკაროთ იმას გიო რა სიტყვი შეწო. გაგიჟება სავარ ბიჭო, აი მოდიან ნაცვალები ხალხი ძმა ელემენტარული რაღაცეები არ იციან ხოლმე, რავი. შუა სარკე რა თქინდაო მე მეკითხებიან ხოლმე. შეიძლება ხო კანონი არ ქონდეს საკითხული და ზეპირად არ იცოდეს ახლა, ხო? კი ბატონო, გავიგე. ჯერ ერთი უნდა იცოდეს, როცა პასუხისგებლობას იღებ, დაღიჭილი უნდა ქონდეს კანონმდებლობა. ზღოლი ხო მაინც ხარ რა, შუა სარკე როგორ არ უნდა ასწავლო ბიჭო, არ ვიცი. მოკლედ მოძრაობთ.
მალე წრეზე იმოძრავე მარჯვნივ გვეუბნება. ეს პირველ მარშრუტშიც იგივე მანევრი იყო. კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ყურადღება ამ სიტუაციაზე. წრეზე იმოძრავე პირდაპირ და მარჯვნივ გვეუბნება. პირველ რიგში ზებრა მარშრუტკა მეფარება, ამიტომ ჯერ არ წავედი. აი ახლა კი ბატონო გავაგრძელე მოძრაობა. ნახეთ, წრიული მოძრაობა მთავარ გზაზე ვიმყოფებით. აი ახლა დააკვირდით ორგან შედის გზა. ნახეთ, მარცხნივაც ადიან მანქანები და მარჯვნივაც მიდიან, პირდაპირაც მიდიან. ხედავთ? იმიტომ გითხრა აქ იმოძრავე პირდაპირ და მარჯვნივ, რომ ჩვენ არ წავიდეთ მარცხნივ, პირდაპირ უნდა წავიდეთ. აი ის არის მარცხენა, ეს არის მარჯვენა ამ შემთხვევაში. ანუ არაფერი მანევრს არ ვასრულებთ მარჯვენას. უბრალოდ როგორც მოვდიოდით, ისევე ისე პირდაპირ ვაგრძელებთ, თავარია მარცხნივ არ წახვიდეთ. ესტაკადაზე არ ახვიდეთ. გააგრძელეთ მოძრაობა, გავდივართ ავტობანზე. ეხლა მარცხენა ციმციმა ჩავრთეთ და დავიკავოთ მარცხენა ზოლი. გადავიდით ახლა მარცხენა ზოლში, რადგან აქ ნახეთ ჩვენი ზოლი მთავრდება, რომელიც ზოლშიც მოძრაობდით, ნიშანს მიაქციეთ ყურადღება და ამით მარტივად მივხვდებით. –90-იანი მონაკვეთია მეგობრებო, 70 ისა ბოდიში 300 მეტრში მოუხვიე მარჯვნივ, გვაფრთხილებს. აი აქ გადასვლაც ძალიან საყურადღებოა რა, არ დაიბნეთ, არ დაიძაბოთ, არაფერი სირთული არ არის. ნახეთ, აქ ეს უსაფრთხოების კუნძული კეტავს მეგობრებო მარჯვენა ზოლს. ანუ აქ მარჯვნივ გადასვლის დროს საფრთხე ნაკლებია. უბრალოდ მივდივართ ავტობანზე, ნახეთ, მალე მოუხვიე მარჯვნივ გვეუბნება, ხო? და 90-იან მონაკვეთში ხო ვართ, აქ მინიმუმად არ დაიყვანოთ სიჩქარე. აი ახლა გადავდივარ, ნახეთ, გადავედი, გავიხედე რა თქმა უნდა მარცხენა სარკეში და მხარზე მარცხნივ გავიხედე, თუ არავინ არ შემოდის მარჯვენა მხრიდან, გადავდივართ მარჯვენა ზოლში და შევდივართ 50-იან მონაკვეთში. აქ მოძრაობა გააგრძელე მარჯვნივ გვეუბნება, მაგრამ ჩავრთეთ მარცხენა ციმციმა, აუცილებლად მარცხენა ციმციმა და სტოპ ნიშანი გვაქვს. აუცილებლად უნდა გავჩერდეთ. აუცილებლად გავიხედავთ ახლა მარცხნივ. თუ არავინ არ მოდის, 3-4 წამი მაინც გავჩერდები, აუცილებლად გავჩერდები 3-4 წამი და როდესაც თუ არავინ არ მოდის, შემდეგ გავაგრძელებ მოძრაობას და შემოვდივართ 70-იან მონაკვეთში, მეგობრებო, რომელ ნიშანსაც თქვენ ვერ ხედავთ. არ ჩანს აქ 70-იანი მონაკვეთი. იმიტომ რომ ჩვენ სადაც ამოუხვიეთ, ამის უკან არის ამ გზაზე ეს 70-იანი ნიშანი და დაიმახსოვრეთ. აგერ გასწავლით და გეუბნებით, რომ 70-იანი მონაკვეთია. და აგერ წინ შეგხვდება ჩანს ნიშანი, სადაც შევდივართ უკვე 50-იან მონაკვეთში. იამკებს ადევნებთ თვალყური. იამკაში არ ჩაარტყათ რა, მცირედი მანევრირებები უნდა გავაკეთოთ ახლა. რომ ავერიდოთ იამკებს. თუ არა და უნდა შევანელოთ და რბილად უნდა ჩავიდეთ. აი შევდივართ აჩქარების ზოლში. ჩავრთე მარცხენა, დავიწყე
გახედვა სარკეში, შემდეგ მხარზე აუცილებლად ახლოს ყოფის საფრთხე შევამოწმე და გადავედით მთავარ გზაზე. 500 მეტრში მოუხვიე მარჯვნივ. 300 მეტრში მოუხვიე მარჯვნივ. მალე მოუხვიე მარჯვნივ. ჩავრდეთ აუცილებლად მარჯვენა სარკე. მარჯვენა პანჯარაში უკან გახედვა აუცილებლად. და აქ დავიკავოთ მარჯვენა ზოლი. აუცილებლად დავიკავოთ მეგობრებო მარჯვენა ზოლი. ნუ პირველ მარშრუტში ჩვენ მარცხენა ზოლში გავიარეთ და დამოვიწყდა იქ რომ გამემახვილებია ყურადღება რატო ვიყავით მარცხენა ზოლში, მაგრამ იცოდეთ ახლა ნუ აი რა მარშრუტში იხსნით რომ აუცილებლად მარჯვენა ზოლში უნდა გავაგრძელოთ მოძრაობა. სამას მეტრში მოუხვიე მარცხნივ. გადავდივართ აუცილებლად მარცხენა ზოლში, ვიჭერ მომხრევ ზოლს. მალე წრეზე მოუხვიე მარცხნივ და კიდე მოუხვიე მარცხნივ. ისე მთავარ გზაზე ვიმყოფებით. ეს მანევრი პირველ და მეორე მარშრუტში მეორდება. მთავარი გზა არის. წრეზე მოძრავ მანქანებს ჩვენთან აქვს დათმობის ვალდებულება. შევდივართ წრეზე. აქ უკვე ჩვენ გვაქვს დათმობის ვალდებულება, აი სამკუთხედებთან უნდა გავაჩეროთ, თუ მარცხნიდან მანქანები მოდიან, მარჯვნიდან მანქანები მოდიან და მოდიან. ნახეთ, თუ ესე მანქანა ჩამოგეფარებათ, ანუ გზას ვერ ხედავ, ხო არავითარ შემთხვევაში არ გავაგრძელებ მოძრაობას. გამცდა მანქანა, მაგრამ ისევ მანქანები მოდიან, კიდევ ვერ ვაგრძელებ. აი ახლა წავედით და მოძრაობა გააგრძელე პირდაპირ. ავდივართ ესტაკადაზე. დათმობის ვალდებულება, შევდივართ აჩქარების ზოლში. აჩქარების ზოლში, მოკლედ, შევდივართ თუ არა, მაშინ ვივრთავთ მარცხენა ციმციმას და დავიწყეთ უკვე რომ გავსწორდებით მარცხენა სარკეში ყურება. როგორც კი სარკე მოგცევს საშუალებას, ვიხედებით მხარზე და გადავდივართ. მალე მოუხვიე მარჯვნივ. ჩავრთეთ მარჯვენა ციმციმა, ნახეთ მეგობრებო, სინამდვილეში მარჯვნივ სავალი ნაწილი არ არის, მაგრამ ფართი რადგან რჩება, სივრცე რადგან რჩება, აუცილებელია სარკეში და მხარზე გახედვა. ჩვენივე უსაფრთხოებისთვის. ორმოცდაათიანი მონაკვეთია. ну 300 მეტრში მოუხვიე მარცხნივ გვეუბნება.
აქ მალე მოუხვიე მარცხნივ. ვაფრთხილებს, ნახეთ აი ეს თეთრი მანქანა რომ მოდის. ნახეთ. აქ თეთრ მანქანას ჰქონდა ჩვენთან დათმობის ვალდებულება, მაგრამ აი აქ თუ ვინმე შემოდიოდა მარცხნივ, უკვე მასთან წრიულ მოძრაობაზე ჩვენ ჰქონდა დათმობის ვალდებულება. ეხლა გიო აღარ შეხვიდი აქ. აი ეს დასრულდა მარშრუტი, წარმატებას გისურვებთ ყველას.